პოეტ ზვიად რატიანი, რომელსაც პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინა სასამართლო პროცესზე. დაცვის მხარემ რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და გირაოს შეფარდების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. პროცესზე დაცვის მხარემ განმარტა, რომ რატიანის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი არ არსებობდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორის პოზიციით პოეტის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა. საბოლოოდ მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. სასამართლოს თავად რატიანმაც მიმართა და განმარტა, თუ რატომ გაარტყა სილა პოლიციას. მისი თქმით, ქმედება სიმბოლური იყო და მისი ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია მზია მაღლობელისა და ნინო დათაშვილის საქმე გახდა. ვეთანხმები ჩემს ადვოკატებს, არ მგონია ბევრი ახსნა სჭირდებოდეს იმას, რაც გავაკეთე და რატომაც გავაკეთე. ჩემმა ადვოკატმა ახსენა სიმბოლურობა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე უმტკინვეულო ან მინიმალურად მტკინვეული სიმბოლური საქციელი. სიმბოლური თავისი ისტორიული მნიშვნელობითაც და დღევანდელ კონტექსტშიც. ყველა მოძალადე პოლიციელმა უნდა მიიღოს თავის თავზე. ყველა ხელისუფალმა, სასამართლოს ყველა წარმომადგენელმა, ვინც ამ უსამართლობაშია და ქვეყნის ღალატშია ჩართული. ჩემს ბუნებაში არ ზის ტკივილის მიყენება, არც გამომდის, არც ისეთი მარჯვენა მაქვს ქვას რომ ხეთქავდეს და ადამიანს მომენტალურად მოცელავდეს. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის. პოეტი ზვიად რატიანი 23 ივნის პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. რატიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.